სახელმწიფოს მეხუთე თავი გვასწავლის თუ როგორ დავიწყოთ საქმიანობა დღესვე. არ დავაყენოთ ჩვენი საქმიანობის წინ რაღაც წინაპირობები და არ დავუწყოთ რაღაცა სლოტინი, რომ აი დავიწყებ ამ ბიზნეს იდეის განხორციელებას, მაშინ როდესაც რაღაცა მოხდება. არავითარ შემთხვევაში. არსებობს ესეთი მეთოდოლოგია, lean startup მეთოდოლოგია, რომელიც გვასწავლის MVP-ს გზით, სწრაფი ნაბიჯების გადადგმით ბაზრის შესწავლას და მომხმარებელთან გარკვეული მცირე, მაგრამ შედეგიანი პროდუქტის მიტანას. MVP არის აბრევიატურა, რომელიც გულისხმობს სიცოცხლის უნარიანი პირველადი პროდუქტის შექმნა. რა შეიძლება იყოს სიცოცხლის უნარიანი პროდუქტის შექმნა? ნებისმიერი რამ, რომელიც ჩვენ დიდი პრობლემის ერთ კომპონენტს მაინც აგვარებს. მაგალითად, თქვენ აპირებთ შექმნათ გარკვეული რაღაცა დიდი საწარმო, რომელიც მომხმარებელს შეუქმნის მაგალითად სახლის კომფორტისთვის პროდუქციას, ხო? მაგრამ პირველ ეტაპზე თქვენ შექმნით სოციალურ ქსელს, რომელიც ჩაწერს რჩევებს და დააკვირდებით იმ პროდუქტის განხორციელებამდე, რომელსაც ძალიან დიდი ინვესტიცია შედება, თქვენ ამ რჩევებით მომხმარებელს გარკვეულ კომფორტს შეუქმნით თუ არა, ასწავლით თუ არა, თუნდაც იმ ცხოვრებისეულ ჰაკებს, რასაც ვეძახით და როგორ მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ჰიპოთეზა, რომ მომხმარებელს სჭირდებათ სოდნა, რომ ეს კომფორტი შეიქმნან, ამ მართლებს, ამ მარტივი გზით, სოციალური ქსელით გარკვეული ბლოგის, ვიდეო კონტენტის შექმნით, თქვენ იცით, რომ შემდეგ ტურში გადახვედით და შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ ფიქრი ინვესტიციის მიღებაზე და უკვე საწარმო შექმნაზე. რატომ? იმიტომ რომ უკვე პირობითად 5000 მსმენელი ყავთ და იცით, რომ მომხმარებლები გესაუბრებიან. რატომ უნდა ვიაროთ ამ გზით? Lean startup მეთოდოლოგია გვეუბნება, რომ 5 ნაბიჯს გვაძლევს, რის გარეშეც არ უნდა დაიწყოთ საქმიანობა. პირველ ეტაპზე უნდა გაიაზროთ, რომ მეწარმეები არიან ყველგან. შესაბამისად, თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ მე დაველოდები რაღაცას და მე დავიწყებ, ესე იგი ვიღაცა დაგასწრებთ. თუ ჩვენ საუბრობთ, რომ აუცილებლად უნდა შევქმნათ დღესვე, იმიტომ რომ თქვენ იყოთ პირველები იმ რეგიონში, იმ პრობლემის მოსაგვარებლად. მეორე მხრივ ჩვენ საუბრობთ სოციალურ მეწარმეობაზე და შესაბამისად, რატო ველოდებით სხვას დავიწყოთ დღესვე და მოვახდინოთ ის სოციალური ცვლილებები. მეორე ნაბიჯი რაც არის ის, რომ აუცილებლად გაითვალისწინოთ, რომ მეწარმეობა არის მენეჯმენტი, თავისი რისკებით, თავისი პრობლემატური საკითხებით და ასე შემდეგ. როდესაც თქვენ იწყებთ ტესტირებით, თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ეს დღესვე და არა მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი დრო გაქვთ დახარჯული, ბევრი ფული გაქვთ ინვესტიცია დახარჯული და შესაბამისად მაშინ, როდესაც გაჩერება არის რთული. ამიტომ უნდა მიუდგეთ ამ საქმიანობას როგორც მენეჯმენტი, დაყოთ ეს მთელი სამუშაო რაღაცა ეტაპებად და ნელ-ნელა ახორციელოთ. ისე დაყოთ, რომ ერთმანეთზე საქმეები არ იყოს დაკავშირებული და დაიწყოთ შედეგების გენერირება. გააკეთეთ ძალიან მცირე, მიიღეთ მცირე შედეგი, მერე დაიწყეთ შემდეგი ეტაპის განხორციელება, რომელიც ასევე მცირე შედეგს მოგცემ და საბოლოო ჯამში გენერირდება ძალიან დიდი ცვლილებები. აუცილებლად სოციალური მეწარმეობის ფარგლებში lean startup-ის გამოყენება დაფუძნებული უნდა იყოს ვალიდური ცოდნის გენერირებაში. დასვით ესეთი კითხვა, თქვენ გონიათ, რომ მომხმარებელს მართლა აწუხებს ეს პრობლემა და გინდათ, რომ ეს მოაგვაროთ, თუ რეალობაა ეს ყველაფერი. როგორ უნდა მივხვდეთ? მიხვიდეთ ადამიანთან და ესაუბროთ, რომ ეს რომ მოაგვარო, ეს რომ შემოგთავაზოთ, თქვენ ბედნიერი იქნებით? გადაიხდით ფულს? დიდი ალბათობაა, რომ მათი პასუხი იქნება, კი, რა თქმა უნდა, რა მაგარია, ოღონდ რამე გაკეთდეს ჩვენ რეგიონში და ჩვენ უბანში და ჩვენ ქვეყანაში და აუცილებლად მოყვებით. ეს არის ის ემოციური ეტაპი, როდესაც ადამიანს უარის თქმა ან გააზრებული არ აქვს და შესაბამისად თანხმობა მაგითი არის განპირობებული. სწორედ ეს ტესტირების ეტაპი, სწრაფად მომხმარებელთან პროდუქტის მიტანა არის ის, რაშიც თქვენ ფაქტიურად განპირობებულია ვალიდური ცოდნით და ეს უკვე არის ის, რომელიც ინვესტორებსაც ძალიან აინტერესებთ, რომ ვაუ, თქვენ მომხმარებელს იცნობთ, ვაუ, თქვენ საქმიანობთ უკვე იმ კონკრეტული მიმართულებით, ვაუ, თქვენ გაქვთ ციფრები, თქვენ გაქვთ წარმატების მაჩვენებლები და რატომაც არა, მოდი ვითანამშრომლოთ. შემდეგი ნაბიჯი არის ინოვაციების აღრიცხვა და ეს ინოვაციების აღრიცხვა არის ის ეტაპი, როდესაც თქვენ უნდა იფიქროთ, რომ თქვენი კრეატიულობაც უნდა შეზღუდოთ და უნდა იცოდეთ, რომ არ გაფრინდეთ და დაამიწოთ თქვენი ინოვაციები და ზუსტად იცოდეთ რა დონის რესურსი გაქვთ ამ ინოვაციებისთვის და მეორე მხრივ აღრიცხვა იმ გაგებით, რომ მომხმარებელთან მიტანოთ ის, რომელიც მართლა შედეგს მოიტანს და არა უბრალოდ უტოპიური იდეების განხორციელება. Lean startup-ის მეთოდოლოგიის მეხუთე თავარი მამოძრავებელი არის მიდგომა, რომელსაც ქვია შექმენი, გაზომე, ისწავლე. ეს არის
არა ერთჯერადი პროცესი, ეს არის მუდმივ მოქმედი პროცესი, როდესაც ქმნი პატარას, გაგაქვს მომხმარებელთან და ტესტავ, ამითი შენ სწავლობ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში იცი უკვე რა არის ის, რაც მომხმარებელს მოეწონა და რაც არ მოეწონა და შემდეგ ისევ თავიდან rebuild-ს აკეთებ, ანუ ხელახალ მშენებლობას იწყებ ამ იდეის, ან განვითარებას, ან სრულად სხვა გზით განვითარებას და ისევ ტესტავ, სწავლობ და კიდევ ანვითარებ, ან ახალს ქმნი. ასე რომ ეს მუდმივ მოქმედი პროცესი არის, რაც შენ დაგეხმარება სწრაფად გახვიდე მომხმარებელთან, გატესტო და მხოლოდ გატესტილ იდეებზე, ანუ ვალიდურ ცოდნებზე დაფუძნებული ბიზნესი განავითარო.